მოგესალმებით ქალბატონებო, ვაიმე. მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო. და მინდა რომ რაღაცა ვიდეოები გადავიღო იცით როგორ თემებზე. თანამედროვე YouTube-ზე რაღაც პროექტები რაც არის, მაგ პროექტების ცალკეულად შეფასებები მინდა რომ გადავიღო ხოლმე. რა ვისაც გაინტერესებს ჩემი აზრი, იმათთვის კარგი იქნება. მაგამდე აქ გთხოვთ რომ ვიდეო და ლაიქოთ და არხი გამოიწეროთ, გამიხარდება ძალიან. და დღეს თავიდან დამიწერეს საქართველოს ბანკის პროექტი რო არის კაკო, ჰიტა და მახარა რო არიან, მაგაზე დამიწერეს რომ მაგაზე რა აზრის ხარ და მანდან გამომდინარე მომივიდა ეს აზრი. მაგრამ სანამ მაგ იმას განვიხილავ, ეგ მინდა რომ მორჩეს, არა, მთლად მორჩენა არ მინდა, მაგრამ ცოტა უფრო ერთი ვიდეო მაინც რო დაიდოს, უკეთესი იქნება, ჩემი აზრით დრო შევაფასო რაღაც რა. იმიტომ რომ მაგაზე ვერ ვისაუბრებ ჯერ კარგად. როგორც მინიმუმ ჯერ. მაგრამ ლენკა ვალეშიკობს მაგდას და მეც ავტომატურად მაგდას გულშემატკივრობ, რატომაც არ ვიცი რატო. იმიტომ რომ ლენკა ვისაც გულშემატკივრობს, იმას უნდა გულშემატკივრო მეც ეგრე მგონი. სხვათა შორის მამა ჩემიც ჩემს გამო რომას გულშემატკივრობს და რაღაცნაირი ისეთი არის. კარჩე რა აზრი აქვს. ხო და სად ვიყავ? ესე იგი დღეს მინდოდა მელაპარაკა მაძიებელზე. მაძიებელი არის გადაცემა, ჩელ ურთქიფაინძე აკეთებს, თაროს თაობა ქვია არხს და მაგ არხზე დებს საკმაოდ საინტერესო თამაშებს. რაღაც მინიშნებებით უნდა გამოიცნონ ის და ძირითადად ძალიან რთული კითხვებია ხოლმე მომაკვდავი ადამიანებისთვის და რასად როდის ის ხალხისთვის შედარებით ნორმალური არის და გამომდინარე იქიდან რომ ჩე ძალიან განათლებული არის, გონია ალბათ რომ ყველა ადამიანი ეგეთი განათლებულია და მაგის გამო უფრო ართულებს ხოლმე კითხვებს და მე ვფიქრობ რომ ცოტა უფრო რომ გაამარტივონ ძალიან კარგი იქნება და დიდი სიამოვნებით მივიღებდი ამ მონაწილეობას რა, ანუ ისეთი პროექტი არის რომ მარტო იმას არ ესმევა ხაზი რა, მარტო განათლებას არ ესმევა ხაზი რა, აზროვნების უნარიც არის, თან რაღაც შემეცნებითი არის და ყველაფერი ძალიან დადებითი არის რა. და ეგეთი ახალი კიდე დაიწყო რაღაცა, ბევრი რაღაცა არის ეგეთი მოკლედ რა. და ძალიან მომწონს მე პირადად. ხო, სად ვიყავი და სად არ ვიყავი? ამას ვუყურებდი ახლა თან რა და იმდენად მომეწონა რომ დავფიქრდი მე თვითონაც ხო არ მეწერო ჩაესმეთქი რომ მე რაღაც რამენია ჩამს თქო, მაგრამ რაც არ უნდა განათლებული ვიყო, ამას რო ვუყურე, მე ვერ მივხვდი თითქმის ვერც ერთს. და აქ გიორგი ბაქრაძე რო ზის, თან გიორგი ბაქრაძის და შანში კენკაძის ვიდეოს უყურე. ძველებიც ნახე მაქვს რა თქმა უნდა წინა სეზონების, მაგრამ ნუ ეს თამაში ძალიან საინტერესო იყო რა. რამდენი დღის წინ 11 დღის წინ არის დადებული თუ 12. ხო და ძალიან საინტერესო არის. აი ძალიან საინტერესო არის, რეკომენდაციას ვუწევ და გირჩევთ რომ უყუროთ ისეთი საინტერესო თამაში არის. ერთი კითხვა იყო, უნდა გამოგეცნო მოვლენა მსოფლიო ისტორიიდან და მინიშნება იყო დინამოს ფანები ყვიროდნენ დინამო PPS გარეშეო. დინამო PPS გარეშე ხო ესე ერთი შეხედვით ხო ძალიან რთული არის, მაგრამ გიორგი ბაქრაძის ტვინმა მეც ძალიან მარტივად გამიხსნა რა. რაღაც მომენტში იძახის რომ PP არის რომანიო. და უცებ დავფიქრდი რომ რომანების წინააღმდეგ იმას თან ის ვიცი რომ ეხლა გლადიატორები რო ქვია დინამოს ფანკლუბს და მეთქი გლადიატორები რომანის გარეშე, მეთქი უეჭველი სპარტაკის აჯანყებაა თქო რა, გავიფიქრე თუ არა და ეგრევე თქვა თან. და ვარა მაგარია მეთქი, დავით ბაქრაძესავით ვაზროვნებ თქო და მართლა ეგ იყო. ამან დააფიქსირა პასუხი და უცებ შანშე კენკაძე იძახის რომ შანშე კენკაძე თან ერთი რო საუბრობს, მეორეს კურსასმენები უკეთია და ბევრად უფრო ისაა რა. კარჩე რა. კურსასმენები უკეთია და არ ესმის რაზე ბჭობს რა საერთოდ. და ამან შანშემ რომ მოიხსნა ხო, უეჭველი სპარტაკის აჯანყებაა მეთქი ჩემი. აუ როგორ გამისწორდათ, ისე ვერ წარმოიდგენთ როგორ გამისწორდა და აი სრულიად დიდ რეკომენდაციას უწევ ნებისმიერ პროექტს, რაც ჩელ ურთქიფაინძე აკეთებს, რომ მაგას უყუროთ, იმიტომ რომ ყოველთვის კარგ რაღაცას აკეთებს და ყოველთვის ეროვნულ იმასაც ხას ცდილობს ხოლმე რომ გაგვუსვას, რომ აი ქართული ეროვნული რაღაცა ნამდვილი ის იყოს რა. რა ქვია ბლინ.
ხაზგასმა რას მეძიება საღამოა ცოტა მეძინება მაგრამ ნუა ეს მაძიებელი ძალიან საინტერესოა თან ეს ყურსასმენის ეფექტიც ძალიან კარგია ერთმანეთს რო ჭობენ თან შენ შეგიძლია რომ იდეაში რო ჭობს მაგ დროს პირის მოძრაობას უყურო და ეცადო გაარკვიო რაზე ჭობს და რას საუბრობს და ჩემი აზრით ეგეც კაისაა რა მაგრამ არ მგონია ესენი იყენებდნენ და მე უეჭველი გამოვიყენებდი მანთვის მოწინააღმდეგის პირის აპარატის საუბრის აღქმის ხელოვნებას შევეცდებოდი მაინც როგორც მინიმუმ რომ გამომეყენებინა რა იმიტომ რომ მე ძალიან მინდა რომ აი გიორგი ბაქრაძის ნაირი ვიყო თქო რო თქო ძალიან დავზე გადაჯმარი მაგრამ ვერ ვიქნები ალბათ იმიტომ რომ ძალიან ჭკვიანი არის ეს ადამიანი გიორგი ბაქრაძე ერთი 130 წელი გიორგი ბაქრაძე რო ყავდეს ქვეყანას ეშველა უკვებსო მართლა გეუბნებით რა ამას 130 ადამიანს თავის ნაცავი ხო ყავს და იმათაც უშველის ყველას მარტო თავისთვის კი არა ყველას უშველის მე ეგრე მგონია ყოველ შემთხვევაში ძალიან მიხარია ეს პროექტებს რო აკეთებენ. წიგნების თაროცხო ძალიან კარგი გადაცემაა ბავშვებისთვის, აუცილებელია თან მოგეხსენებათ, მე ყველა ჭკვიანში ვიყავი და მით უმეტეს ეგეთ გადაცემებს ყოველთვის პატივს ვცემ რა. მაგ პერიოდში ჩემს მიმართ ყველა ჭკვიანის მერე ჩემს მიმართ ცოტა ის იყო. ზედმეტი ყურადღება იყო გამოჩენილი, რამაც ცოტა უკან დამხია რო არ მოგატყუოთ, მაგრამ დროთა განმავლობაში ეგეთ რაღაცებს ბავშვი თუ შეეჩვევა, პირიქით უკეთესი იქნება სამომავლოდ მაგისთვის რა. ანუ ეხლა მე მაგალითად კამერებთან ჩათვალეთ, რომ 11 წელს ვიყავი პირველად რომ კამერებთან ვიდექი და ვიმუშავე, ხო? თან იმდენად კონცენტრირებული ვიყავი საქმეზე, რომ საერთოდ არ მაინტერესებდა ის კამერები იყო თუ არა. ხო, ეგ რო გავიაზრე. ახლა რო გავიაზრებ, ძალიან დიდი წინსვლა არის რა, ეგ ბავშვისთვის მაგარი ისა. აი, ხელს კრავ, რომ ცხოვრებაში რაღაცას უფრო მარტივად გააკეთოს რა. ნო. კარგი. აი ამ გადაცემას უყურეთ რა. აი მე გთხოვთ. იმიტომ რომ აი ამას თუ უყურებთ, აუცილებლად თქვენი განათლება აი ესე იწევს ნელ-ნელა ყოველი გადაცემის შემდეგ. იმიტომ რომ ეხლა გასართობი ტელეშოუები და გასართობი YouTube გადაცემები კარგია, რა თქმა უნდა, საყურებლად, მაგრამ შემეცნებითი ყოველთვის უკეთესი არის ჩემი აზრით. იმიტომ რომ ეხლა გასართობით დრო გაკავს იდეაში, რომელიც შეგიძლია რომ ეს დრო უკეთეს რაღაცას მოახმარო. აი მაგალითად ჩემი ვიდეოები არ არის ეგეთი რა. არ არის აუცილებელი რომ კონცენტრირდე ჩემს ყურებას და ახლა შეიძლება საერთოდ შენ ზიხარ და სამსახურში ხარ და რაღაც საკეთებ რა შენთვის არ ვაფშე და პროსტა ჩართული გაქვს და მისმენ. რაც ჩემი აზრით კარგი არის, იმიტომ რომ არ მგონია მე ისე ცუდ რაღაცებს საუბრობდე რომ უკანა ფონზე შენ გვეცნობიერისთვის ცუდი რამე გავაკეთებ. ხო და პირიქით მგონია რომ კარგ რაღაცებს საუბრობ და კარგი არის ეს ადამიანებისთვის და თუ მოისმენენ, რაც მეც მოისმენენ, მით უკეთესი. ხო და აქედან გამომდინარე ესეთია მაძიებელიც თუნდაც რა, ის სულ უბრალოდ ისმინო ტვინში მაინც დაილექება ის ინფორმაცია რა და სადღაც რაღაც ეტაპზე აუცილებლად გამოწევს თავს და იტყვის რომ აიცი რა მე ეს ვიცი. განათლება არის ყველაზე საჭირო რაღაცა დედამიწაზე, რაც კი შეიძლება ადამიანებმა მივიღოთ. კი. ჰაერი და მე უკვე ჰაერი წყალი და მე არის განათლება რა. საჭმელზე მნიშვნელოვანი არის განათლება მე თუ მკითხავთ. სხვა შორის წეღამჭამე. წეღამჭამე 2 ცალი კვერცხი, 3 ცალი კიტრი და 2 თავი ხახვი. მაგრამ ლენკასთვის არ მithქვამს რომ ხახვი ვჭამე, იმიტომ რომ ვერიტანს რომ ხახვი ხახვს ჭამ. არა და ხახვი ძალიან მიყვარს. რა გავაკეთო ამაზე თუ რამე რჩევა გექნებათ აუცილებლად დამიწერეთ კომენტარებში, იმიტომ რომ მე მჭირდება თქვენი დახმარება. მე არ ვიცი ხახვს როგორ გადავეჩვიო და ვერასდროს ვერ გადავეჩვევი ხახვს, ჩემი აზრით. მიშველეთ. წარმატებებს გისურვებთ ნახვამდის ხვალ შევხვდებით, ხვალ რაზე ვისაუბრებ, არ ვიცი. წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ ესე დრო და დრო რაღაც კაი YouTube გადაცემები რაც კიდევ ერთხელ გამაოგნებს აქამდე რო გაოგნებული მყავარ ეგ კი არა აი კიდე რო გამაოგნებენ რაღაც ახალი რო დაიდება და ის რო გამაოგნებს აუცილებლად მოგაწვდით ხოლმე ამ ინფორმაციას ახლა შეგიძლიათ ეს გათიშოთ თაროს თაობა მოძებნოთ YouTube-ზე და ალბათ ბოლოს წინა მაქსიმუმ ვიდეოს ჩაართოთ და უყუროთ და ძალიან მიხარია რომ სპონსორები შედიან ეს გადაცემებში მაინც ვიღაცებთან ფიქრობ ხოლმე რომ ხანდახან
არა კარგი არ ლოგიკურია ვიღაცებთან რო არ შედიან ხოლმე და ესეთ გადაცემებში მაინც რო ეს რაღაცა მაინც ტელევიზიური გადაცემა მაგრამ კარგი გადაცემა ტელევიზიასაც აქვს თავის პლუსები და ეს უნდა გვახსოვდეს მე მგონი ადამიანებს ან არ უნდა გვახსოვდეს რა ვიცი მაგრამ მე ვფიქრობ რომ უნდა გვახსოვდეს რა ის ვიცი არ ვიცი დაიწყო კავენ მანსაკანს თამაშობდა ჩემთან ერთად ერთი ბიჭი ოთო თეზელაშვილი და მაგან დაიწყო ვინ ვიცი არ ვიცი ძალიან კარგი გადაცემა იყო ეგეც ბოლოთა და ცოტნე გოჩოლეიშვილი ყავდა თამაშიან სტუმრად და მაგას ვუყურე და ძალიან ბედნიერი ვიყავ ხო და ეს მეც მინდა მაგათანაც მინდა მაგას 400 მივიწერ წეთში 400 წეთში მივიწერ მე თქვენ სტამპატი და შევეკვეხები ჩემს მაქსიმუმს ვიზამ რომ შევეკვეხო როგორც მინდა კაი ხო წავედი ხვალამდე ბედნიერად იყავით კარგად იყავით ეიო